გამარჯობათ. პამე მშვიდობის, დღე მშვიდობის, ჟუა დღე და ყველაფერი მშვიდობის. დღეს თქვენთან არ მოვსულ ვარ, მაგრამ ახლა მოვედი და გეტყვით რატომაც არ მოვსულ ვარ. 5 საათია ვზივარ, არა. ნუ ზოგადად დღეს მთელ დღე ვხატავ. ხო და ეხლა სანამ აბანოში ჩავიდოდი, მანამდე მოვედი, რომ სუსაღებავიანი ვარ, არ ვიცი, არ ეტყობა, კაია რო არ ეტყობა, სუსაღებავიანი ვარ. აი მე ვიცი თქვენ ახლა ნერვები გეშლებათ თმაზე რომ ვიკიდებ ხოლმე ხელს, მაგრამ მე უფრო ნერვები მეშლება ის ბუერები რო არ შევიკრა. აჰა, სუსიო, მორჩა. დაწყდით, ვინმე ესა იცოდი, ჩავტენ მოიქცოდი. მოკლედ ესე იყოს. როგორ ხართ ხალხო, რა ვახართ, როგორ გაატარეთ დღევანდელი დღე? ფონი საუთოებელი, კაი პროცესია. დავიღალე, კარგად და გემრიელად დავიღალე დღეს. ცოტა საქმეებიც მქონდა, წუხელსტუმრები ყვავდნენ და რაღაცა და სანამ ივალაგე, მე დავჭიქი და დავიწყე ხატვა. რაღაცები მივხატე, დავამთავრე გუშინდელები და როგორც იქნა დავიწყე იოანეს საროჭკის ხატვა. როგორ მეზე. ოღონდ ბოლომდე არ მორჩენილვარ. ბოლომდე როგორ თავარი ნახატი უკანაც არის სუმორჩი და აი მარტო მაგას დამდენი ხანი რო ვიჯექი მიკაკუნებს. ხო და ანუ ისევ ზივარ ხარ ეს. მე ესე ყველანაირად ზივარ ხოლმე რომ ბავშვი არ მოუღუნო. ხო და ნუ უკანის აკომპანიმენტიო თუ რაღაცა არის იოანია და ეხლა ვფიქრობდი წამოვწვე მეთქი თუ ვიდეო ჩავწერო და ვიდეო უნდა ჩავწერო დღეს არ გამოღარო არ მოვიდე. ხო და ერთი სიტყვით ხო დავჭიქი. პატარ-პატარა ნახატები მაქვს, ერთი აქ მაქვს დარჩენილი და ერთი აქ და მაგას ხვალე ვიზავ, კონტური მოხატული მაქვს და ხვალე ვიზავ უცბად რა. ხო და ესა რო დავჭიქი 5 საათნახევარი მოვუდი აი მაგის ხატვას და ოღონდ ღირდა. წლევანდელი ზოგადად ფავორიტ ნახატებს ვარჩევ ხოლმე ყოველ წელს. მაქვს ხოლმე ჩემი განსაკუთრებული ნამუშევრებიდან განსაკუთრებული ნახატი, რომელიც არის. ძირითადად ეს არის ქართული მოტივების, რაღაცა მეფეები და არის შავ-თეთრი უფრო მეტად, თუმცა ფერადებიც ყოფილა ჩემი ფავორიტი ნახატი. და წელს შევიძლია თამამად თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ნახატები არ დამთავრებია და კიდე მაქვს რაღაცები და სახატი. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ამაზე უკეთეს წელს აღარ დავხატავ და წლევანდელი ჩემი ფავორიტი ნახატი იოანეს ნახატი, იოანეს საროჭკა იყო. არის. ოღონდ მაგაზე მომწერეს ახლა რომ ესეთი ნახატის დახატვა გვინდაო და უარი ვთხარი. არანაირ თანხა არ აღირს ხალხო 5 საათნახევრის ჯდომად. ან ისეთი უნდა დაადო, რომ ღირდეს. და ბოლოს არისთვის ისეც ვერ დაადებ, რომ ღირდეს. მართლა შეიძლება შეაიე ამ მდგომარეობაში რო არ ვიყოს სწრაფად დავხატო, 2 საათნახევარში მაინც. მაგრამ ისა არ მიღირს ნამდვილად, რომ ხა იგივე პერიოდი გავიყვანო. მაგ პერიოდში მიშენე 3 საროჭკა დავხატო და ვინმე სხვას დაახატინონ, ან დააპრინტერებინონ, არ ვიცი რაღაცა. მოკლედ მაქვს მე იმის უფლება, რომ ან დავხატო, ან არ დავხატო. ჯერ მარტო იმიტომ არ დავხატავ, რომ ძნელია ესე დავჭდე მართლაც არ დავიღალე. უბრალოდ ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ დახატე ხთო, კიდე გადადებ იოანესს. კიდე ისე გამოვა, რომ შეიძლება 19-ში, ან 20-ში ან დავხატო, ან არა და მაგას ვამბობ, ჯერ ის რომ უარი ვთქვი, რომ ვერ დავჯებ და კიდე მით უმეტეს ის, რომ ზოგადად არის ხოლმე ნახატი რომ მოაქვთ, მეკითხებიან, რომ ეს ნახატი დახატული მაქვს თუ არა. ანუ არის თუ არა, მაგალითად შემთხვევა, რომ კლასში 2-ს ქონდეს ერთი ნახატი რაღაცა, ნუ ყოფილა, რა თქმა უნდა, ხო მე ვეუბნები, რომ დავხატე ესეთი და მაინც მახატინებენ ხოლმე და ამ შემთხვევაში სრული უფლება მაქვს იმის, რომ მე
აღარ დავხატო წელს ეგ ნახატი. იმიტომ რომ მინდა რომ ივანეს კონდეს ეგ ნახატი წელს. აი აქ უნდა დავუხატო, არ ვიცი რამდენად ჩანს, აი კი ჩანს, მსკვნილია ეს. და აქ კიდე არის კაცი რომელიც ვარჯიშობს რომ ხელებზე რო დგა, არ ვიცი რამდენად გამოვა, მაგრამ ძირითადად ყურადღებას უფრო ძირითად ნახატს აქცევ ხოლმე, ეხლა თქვენ შეაფასეთ, კიდავდე და ნახავდით ალბათ, მაგრამ იმაზე YouTube-ზე. ახეთ. კი ღირდა, მაგრამ მეორეთ მაგზის გავლას არ ვაპირე. ეხლა აბანოში ველოდები ჩემს რიგს. რო ხატ, აი ეს უსაღებავიანი. კი პარალელურად ვაშრობ ფენით. მაგრამ ხან მავიწყდება და ეგრევე დავდებ ხოლმე. ნუ ზოგადად არ ავდებ ხელს რომ მე საღებავი არ გადავიტანო სხვაგან, მაგრამ ეს რა ქვია, მავიწყდება ხოლმე და ამას მაინც ვდებ. ой, დავიღალე ხარ, გუშინაც არ ვიყავი პირველი ვიდეოს შემდეგ. მაგრამ გუშინაც მქონდა მიზეზი, ნუ სტუმრები მყავდა და რაღაცები გავამზადეთ და სტუმრებამდე კიდე რაღაც უნდა განახოთ. ჯერჯერობით აქ დგას. გაბრიელს საწოლი აუწყვეთ. და ეხლა ნახეთ. ის თავისი გარეცხილი პილიონკები და გაუთხოვებული და გამზადებული ულაგია თავის სოსკასთან ერთად. პატარა უჯრები აქვს. ესეთი არ ქონდა და მე ესენიც უნდა შევცვალოთ ამეებად რა. აი ესე გაწმენდილი გასუფთებული ეგ რაღაცა წებუანივით არის. სუფთა. ნუ მოკლედ პაწაწინე უჯრები კია, მაგრამ თავისი ნივთები რაღაცები ჩაიდება თავისივე მატრასით, თავისივე ყველაფრით. მე წავალთ ხოლმე უნდა ვიყიდო. აი პარალელურად რო წავალთ ხოლმე რა, ბაზრობისკენ რაღაცა საუთობერს ვყიდულობ. საშრობს ვყიდულობ და ნალი არ არის საჭირო. მე მგონი არ არის საჭირო, რა ვიცი. უნდა მატრასზე რა ვიზოქს ხო. მე მქონდა ხოლმე სინამდვილე რო გითხრათ, მაგრამ მაშინ რავი, კაი ის არის მატრასია, ნალი არ უნდა მე მგონი. ნუ შეიძლება რაღაცა თხელი უყიდო. ხო და ისა საბანს ვიყიდი. საბანიც მქონდა, მაგრამ და იმას თეთრეულსაც. ან თეთრეულისთვის ვიყიდით ნაჭერს და შევკირავთ. ნენელა მივდივარ იმ ეტაპამდე, რომ აი რო არ აგჯერა და მაგრამ ფაქტი არის, რომ რაღაც საწოლი მზად არის. მე ესე არ ვაპირებ დადებას და ესე იმიტომ რომ კეტავს მთლიანად იმას საწოლს ჩავწევ აი ფანჯრის ბოლომდე ტუმბოსაც შესაბამისად ანუ საქალე ჩამოვაცურებთ და ეს თავისუფლად დაიდება წესით იქ რა ვიცი რაღაცნაირად ანაკ დავდგავ ეგ შეიძლება საწოლი რო აქ დავდგა ტუმბო გვერდზე კი სწორია ეს ტრილიაჟი სადაც აქ უნდა დამიდგა მე მგონი ნუ საუთობელს რაღაცას ვუზავ იმ პერიოდში აი ესეც აღარ მექნება რის გამოც მიგროვდება ხოლმე ეს ნახატების გამო და 5 საათ ნახევარია თუნდა ეხლა ისე რომ დამეუთოვებინ
ხო და სულ ასე გაშლილი წესთ აღარ მექნება. წესთ რაც არის ეგ არის ყოველ შემთხვევაში ყველაფერი ნელ-ნელა იქნება, თავარია იქნება. ხო, რაც შეეხება გუშინდელ ვიდეოს, რომელიც უნდა ჩამეწერა, მინდოდა რომ მაგაზე მოგიყვეთ. რომ ვერო თქვენგან მოგკითხეთ, დარეგისტრირდა თუ არა იოანე გამოცდებზე. თავიდან დავიწყებ და მოვყვები. მოკლედ გუშინ უთხარი დილით, რომ აი ეს ბოლოჯერ ხა გეუბნები მე. დღეს რა არის? King Clay. დღეს არის 3, ხო? კი. და 6-მდეა რეგისტრაცია. გუშინ იყო 2 და უთხარი, რომ დღეს ბოლოჯერ გეუბნები რეგისტრაციას მე ვთხარ. ან დარეგისტრირდი, მე აღარ გაგახსენებ მეთქი, მე კომბალს გამოგითხრი და მე რა პაპასთან ერთად სხვაში ივლიბედი. შუადღით ნინო რო ფეხბურთზე წაიყვანა ლაშამ, მაშინ მოდიო დავრეგისტრირდეთო, მეთქი კაი. რა შევედით, მივყევით და რაღაცა აღმოჩნდა, რომ საგნის 10 ლარი უნდა გადაიხადო რა საგანზე და 3 საგანზე დავრეგისტრირდით. გამოცდაზე ინგლისური, ქართული, მათემატიკა და ის ორი საგანი ხაზვა და ხატვა თვითონ შიდა გამოცდა არის GPI-ში იმაზე რა ქვია არქიტექტურაზე. ნინო, ეგ ბურთი ანგარეთ გაიტანი, ან შეინახე, ან მე მომეცი. ვიდეოს წერ და რა რახუნობ. ხო და მეთქი გადავიხდი თქო რა, აქედან მოდის წკაპუნის ხმები ჩავაგდებ. და რა შევედით და უნდა გადამერიცხა, აღმოჩნდა რომ მე TBC მაქვს და აღმოჩნდა რომ TBC თუ ვერ გადარიცხავ, ეს უნდა გააკეთო საქართველოს ბანკით და არ მაქვს საქართველოს ბანკის ანგარიში და გავახსენდა რომ ლაშამ ერთი კვირის წინ გააკეთა, ერთი კვირის წინ ეგ ბარათიც აიღო და ანგარიშიც გახსნა აი ესეთ რაღაცეებს რომ საქართველოს ბანკ თუნდაც აი იქ რომ მივდივარ ხოლმე ევექსში და რაღაცა მაგ გადასახდელი საქართველოს ბანკის ბარათით რო იხდი, უფრო ფასდაკლება არის რა. გიკლებს ყველაფერზე 20% თუ რაღაც. ნუ მოკლედ მოდი მეთქი ხა მამა მოვა და ბარემ მეთქი ის მამას ბარათით ისაუქნა თქო. წუთი უნდა მოსულიყვნენ და ლაშა რომ მოვიდა ისაო, უიო მაგ ბარათზე უბრალოდ გავაკეთეო და ანგარიში ვარ, ნუ არ ჩამირიცხიაო და ეხლა ვფიქრა, ნუ აი ხო იცი რაღაცა რო გეგე გაგიჭიანურდება თუ რაც აქვია მაგას რა და ეხლა ვფიქრო, მოდი მეთქი გადმოვრიცხავ მეთქი შენთან და მე ისა და მე გამახსენდა რომ TBC და რომ საქართველოს გადარიცხო და თან შაბათი კვირა უწევს, შანსი არ არის. ჯერ ხო ისედაც გვიანაჯდება და ერთ სამთხეში დაჯდება. ეგ არ გვაწყობდა. მე როცა გამახსენდა რომ ჩემს ძვირფას უფროს შველელს ნინოს ორივე ბარათი აქვს და დაურეკე ნინო მე უთხარი ხა საქართველოს ანგარიშს ჩაგიგდებ და სასწრაფოდ გადმორიცხებაზე თანხა და მე შენ TBC-ზე გადმოგირიცხავ. ნუ არ არის პრობლემა. გადმორიცხა ნინომ წამებში ჩაუჯექით მე და იოანე, ლაშაც მოვიდა ამ დროს რომ ბარათის მონაცემები გვინდოდა ის ხო იცი ის გრძელი ნომერი როა და კიდე მოქმედების ვადა და კიდე სამციფრიანი რაღაცა CVV-ო თუ რაღაცა როა. ხო და ნუ მოკლედ ჩავწერეთ პირადობის პირადი ნომერი, ბარათის ნომერი რაღაცა და რამდენი საგანი, 3 საგანი 30 ლარი მივეწით გადახდას. მანამდე რომ წერდით იოანეს პირად ნომერს გვიწერდა რომ ანუ ანგარიში არ არისო შეტანილიო და ვერ გააგრძელებო, თანხა არ არის შეტანილიო და ვერ გააგრძელებო დარეგისტრირებას. რომ ანუ ჯერ უნდა ის შეგეყვანა ნომერი მოსწავლის, ანუ ის აბიტურიენტის და მე დანარჩენი. ტელეფონი მიჭირო და მოდი მეთქი იოანე ამაზე ვქნათ და იყოს აი კომპიუტერი ქონა გახსნილი თავის და აქვე ბარემო შესული ვარ და მოდი მეც შესული ვიყავი და მე აქა ვქნა და ნუ უთხარი კარნახობ ლაშა კარნახობდა თავის ბარათის იმას რაღაცა, ნუ მისცა და всё გადავიხადეო. და ეხა შევიდა. ეო, არ მიშვებსო. რეგისტრაციაზე ისევ იმას მიწევს რომ არ არისო ანგარიში, ხო გადაიხადე. კი, აიო ქვით არისო ჩამოწერ. უცბად თავში დამარტყა რომ იმ ნომერში, იმ პირადი ნომერი უნდა ჩაწერო აბიტურიენტის რა და მე უნდა გადაიხადო, ხო? ამან ჩაწერა ლაშას პირადი ნომერი და გადაიხადა.
ანუ ლაშა დარეგისტრირდა გამოცდაზე. ლაშა გამოცდაზე დავარეგისტრირეთ მე და ივანე. გპ-ში არქიტექტურაზე კაცი. ხარ არ ვიცოდი მეცინა თუ ის 30 ლარი მეტირა. აი მე თავიდან მომიშალა ნერვები თანავხატავდი და ხა ვფიქრობდი რომ საღებავებში არ მიუმოურიო მეთქი რაღაცეები და გავჩერდი მე ვთხარი ანგარიში მიაღარა მაგ. ბედად სადღაც რამდენიმე წუთში ჩამირიცხეს საროჭკის თანხა. დავგეკე ნინოს. ნინო მე ვთხარ. კიდე გვინდა. ეხა მე შენ გადმოგერიცხავ და შენ ისევ გადმორიცხე იქ მეთქი. წამებში ისევ გადმორიცხა და მე ვთხარი აი ახლა ეგ დამიჯექი გვერდზე ივანეს მეუბნები. გვერდზე დამიჯექი ახლა და ჩემთან ერთად გააკეთე. პირადი ნომერი შენი ჩაწერე შვილო ახლა მე არ დამარეგისტრირებ მთელი ოჯახი არქიტექტურაზე არ შევიდეთ მეთქი და თან ხო უკვე ნერვებისგან მეცნებოდა მე ხარ აღარ ეშველება მაგას და ბოლომდე ნერვულობა არ ვიცი რა გვიტყდა სიცილი ლაშა იქით აღუღუდებდა ეს ივანე მეთქი არაგერიოს თითები რამე სხვა არ ჩაწერო შვილო ვიღაც არ დაარეგისტრირა რავი მთელი ოჯახი მივდივარ გამოცდაზე მთელი ოჯახი მივდივართ არქიტექტურის ჩასაბარებლად ინგლისური მათემატიკა და ქართული ხო და სულ ციფრები სულ შეუმოწმე აღარ შეშლია რაღაცა და მოკლედ დავრეგისტრირდით ივანეც დარეგისტრირდა და ლაშაც დედაენა ცვალოთ თუ როგორ უნდა ვთქვა ჯგუფელები არიან იცი რამდენი ვიცინეთ მე მოდი უნდა გავიდეო ლაშა გამოცდებზე და აი მე ვისაც დაურეკა მე იციო გამოცდებზე ვარ დარეგისტრირებულიო და აი რავი სუსიმწრის სიცილი მქონდა და აი ესე გავიქნიე თავისი პროცენტებიც ხომ მიქონდა რაღაცეები და 80 ლარამდე მე ხარ მახსენდა მაგრად მეცინებ ეს დააჭიროსიო და რეგისტრაცია ახლა რეგისტრაცია გადავიხადეო და თურმე მამა არის გამოცდაზე დარეგისტრირებული მე მონახარ ანუ აბიტურიენტი რო არ გამოცხ აბიტურიენტი მეცინება ამხელა კაცი აბიტურიენტი რო არ გამოცხადდება გამოცდაზე მე შეგიძლია განაცხადი დაწერო და ანუ ნახა იმაში რა საინფორმაციო მაშინ რაღაც მინდა ის ხა 2 თვე ველოდო 40 ლარი ხო და ისა უკანო ირიცხებაო რა ანგარიშის ნომერზეო ხო და კარგად ვიცინე გეხვეწები ეს ნახატი მინდაო აი მე კიდე გეხვეწები ვარ გინდა ნახატი უნდა საროჭკა უნდა მოეტანათ და დღეს ვეღარ ვახერხებ ხვალეო არა უშავს ეხა ოფიციალურად რა ოფიციალურად უნდა მეთქვა რომ არა მაქვს მეთქი ოფიციალურად ნაცა ხატ დასახატი არაფერი მეთქი და სამი საროჭკა მაქვს ხვალების არ არის სასწრაფო დღეს არის 3 ერთი კვირა 1-10 დღე კიდე დავხატავ რა მე მართლა всё ვეღარ უკვე აღარ მიღირს მე ხანი ჯდომა ვეღარ ძლებ თორე ის კი არა ვაიმე ვიღლები და რაღაცა თვითონ არ შემიძლია რომ მაგდენი ხანი ესე ვიჭდე რა ბავშვით შეწუხდა უკვე მე მაგინებს ქვემოთ სადაც არის ბოლო ზარს გადავაგორებთ მე ბანკეტსაც მივაყოლებთ და მე უკვე დავიწყოთ ზრუნვა პატარას მოლოდინში ეხლა რკინის კარებით სხვა შეკვეთილება გითხარით და აი ეგეც რომ მოვა უკვე პარალელურად გარეთა ოთახის რემონტსაც დავიწყე. ან ძალიან ავიწეწეთ ამ 2 თვეში თუ როგორად გავიწეწებით. მაგრამ არა ერთად დავლაგდებით ისე. აჰა, ავედი ხა ხნო. მიხარია რომ დღეს მოახერხე თქვენამდე მოსვლა. ძალიან მიხარია რომ მოვედი თქვენამდე და შევძელი ვიდეოს ჩაწერა. ეხლა წავალ
გავსუფთავდებით, რომ მართლა საღებავიანი ვარ, მე მგონი ყველგან და დავწვევი და დავიცინე. არა, ხაჭო უნდა ვჭამო და ისე დღეს ისა რა ქვია, ჯანსაღი მქონდა, მართლა გეუბნები. კვერცხი მოხარშე 4 ცალი, შევჭამე. ეხლა არა თქო თუ რამდენი კვერცხი ჭამიო, იაპონკების მოხარშე პაწინები. ჩემმა თანამშრომელმა თევზებში რომ მუშაობდი, გამომიგზავნა ყველი დიდი თავი და ნადუღი დიდი ქვაბში ჩაეტია. კვერცხი, ნადუღი, ყველი. 1 ლიტრადაც მქონდა წეღანავა დუღე და აიჭა. ჩემ და გასაკვირად იმდენი ხაჭო გამოვიდა 1 დიდი ჯამი, 1 ლიტრაძით. ლიტრანახევით გატყობ. და ეხლა მაგას შევჭამ ხაჭოს და დავიცინე. კაი გოგო ვიქნები. ხო, ეგრეა. დანარჩენი ხვალე დილით ყავაზე შემოგიერთდებით და ხვალსანამ ნახატებს დავიწყებ. იქნებ ცოტა ხელი წავკრა და რაღაცები გავაუთოო, რომ დამიკროვდება. და არ მიყვარს ხოლმე ეგ მომენტი. ხო, დღეს მადონასთვის გადადებული რაღაცეებს სუძალილ გავატანე მადონ ჯიკას და პატარავებულ ტანსაც მე რო ვეღარ ვეტეოდი. ესე გავანთავისუფლე ჩემი გარდირობი ზაფხულის რაღაცეებისთვის. თუმცა აქ ისეთი რაღაცეებია, რაც გძემკლავიანი კი, მაგრამ თხელებია რა და თან ახლა მაიკას რო ჩავიცმევ და რაღაცა მოტკიცილი მეკრება, ეს საროჭკები მე ხო იცით როგორ მიყვარს ეს კუბიკებიანი საროჭკები აი. და აქაც მაქვს უყონთ უკუღმა პირით რატომ მიკიდია. გავაუთოე და კიდე. უკაცრავად. ხო და მაღალაც დავალაგე, ესე სულ ყველაფერი მივალაგ მოვალაგე. და გავისტუმრე მადონ ჩიკას გადადებული რამეები და მაგიტო გავანთავისუფლე ის. ნელა მივყვეთ და გავაკეთოთ ყველაფერი რა და თუ რამეს შევიძენ და ვიყიდი. ნინო იყო ამოსულ ჩემი უმფროსი. მიყვარს მაგ სიტყვას რომ ამოფხო ნინოს. გიო საროჭკა მომიტანა იონეს კლასელი არის ნინოს ბიჭი და მეთქი მოდი რაღაცა უნდა გადახო და ბოკვდა სიცილი და ეს რომ ჩვენ ეს მაქვს ჩაწეული თორე ბავშვი რა გადმოვარდეს რა. გაბროს მე ვერ წარმომიდგენია რომ აი აქ პაიცა წინა იწვება. სადღაც რა ვიცი. აქედან აქამდე. ეხლა რაღაცებს რომ შევიძენ სანამ დავაბინებ და რაღაცა, ამაზე დავალაგებ სუფთად იმად. ესეთი რაღაცაც ხო უნდა ვიყიდო. ეგეც უნდა ვიყიდო. ან ფაქტობრივად ოთახს ვავსებ ისევ. ან შაშან იყო რომ მაქსიმალურად ცოტა ეჯი მინდოდა რომ დამედა და რომ ვიყიდე ისინი რა ქვია სპალნა და მაქსიმალურად ცოტა და მოვაცარიელე რაღაცა და ეხლა ის ხო დავდგიდა. ეხლა გადაადგილებებს რო ვაკეთებდი, ისიც უნდა დავდგა, ესეთი კარადა უნდა ვიყიდო. კარადა რაღა და კამოდი და მაგას სავარაუდოდ იქ ჩავდგა. სადაც მარტო გაბრიელის ნივთები იქნება. ჯერ რომ ვამბობ ამ სახელს. ხო ვიცი რომ ეს უკვე ჩემია, მაგრამ ანუ შეუჩვეველი ვარ. წავედი ხალხო, მიხარია რომ მართლა რომ მოვასწარი დღეს თქვენთან მოსვლა ისე გემრიელა და ვიჭორავეთ, მაგრამ წავედი ხლა. აბა ჰე, ხვალამდე. მაგრად